მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში. ადვოკატებ გივი კაკუშაძესთან და ბიძინა ჩხეიძესთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი არის ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ გამონახეთ რო და გვესტუმრეთ და სასიამოვნოა ჩვენთვის ეს ფაქტი. დიდი მადლობა თქვენ უპირველესად მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს, მადლობა თემით დაინტერესებისთვის და მინდა მჯეროდეს რომ საინტერესო საუბარი შედგება. ბატონო ირაკლი, ჩვენ დღევანდელი თემა იქნება ადვოკატის როლზე, პროფესიაზე და ასოციაციაზე ზოგადად. ჩვენ ბევრს ვილაპარაკებთ ზოგადად პროფესიაზე, საწყოზეზე და სამომავლო გეგმებზე, თუმცა აუცილებლად უნდა დავიწყოთ წარსულით. წელს გახდა 20 წელი ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან და თუ შეგიძლიათ ამ განულ პერიოდზე გვესაუბროთ და გითხრათ ადვოკატის ინსტიტუციური განვითარების პერიოდი როგორ წარიმართა ჩვენ ქვეყანაში. მე მინდა მოულოცვით დავიწყო და გილოცავთ თქვენ, რა თქმა უნდა, ახალი თაობის ადვოკატებს, ულოცავთ ჩვენ თავს, ასევე ახალი თაობის ადვოკატს და რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს ყველა ადვოკატს იმ იუბილეს, რაც დაკავშირებულია 2025 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის თავთან. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ ინსტიტუციონალური კუთხით. პროფესიული გაერთიანება არის 20 წლის, თუმცა პროფესია საქართველოში ადვოკატის პროფესია ყველაზე პრაგმატული და მნიშვნელოვანი მათ შორის სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის ითვლის 10-ობით 20 წელს და ამ შემთხვევაში ძალზე დიდი ისტორიული წარსული აქვს ამ პროფესიას და მე ასევე მინდა მჯეროდეს და დარწმუნებითაც შემიძლია ვთქვა, რომ 10-ობით 20 წელი კიდევ წინ აქვს ამ პროფესიას საქართველოში. ძალზე საინტერესო ინსტიტუციონალური კუთხით 20 წელი იყო. რასთან დაკავშირებითაც თქვენ კითხვა გააჟღერეთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადვოკატის პროფესია მრავალ ქარლ ტეხილში, ქარცერცლში გაიარა ამ 20 წლის მანძილზე. მრავალი გამოწვევა იყო პროფესიის წინაშე და ძალზედ სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოწვევებს ადვოკატის პროფესიამ და პროფესიულმა გაერთიანებამ ძალზედ სწორი პასუხი, ადეკვატური პასუხი გასცა და დღეს ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე. მოკლედ შეიძლება მიმოვიხილოთ, გავიხსენო მაგალითისთვის, რადგან დღეს მათ შორის ჩვენ არჩევნებიც ახსენეთ, გარს მომდგარი 2025 წლის დეკემბრის თვეში შედგება პროფესიული ორგანიზაციის არჩევნები. არჩევნის საგანი იქნება როგორც თავმჯდომარეობის პოზიცია, ასევე მმართველი საბჭო, ეთიკის კომისია, სარევიზიო კომისია. ერთგვარი სიმბოლურიც არის, რომ ამ საიუბილეო წელს არის მსგავსი ტიპის არჩევნები, თუმცა რომ დავყოთ ესე თუ შეიძლება ასე რა თქმა უნდა დაითქვას არჩევნებიდან არჩევნებამდე, რაც მათ შორის ამ 20 წლის მანძილზე ისტორიას ითვლის, ერთი იყო ძალზედ მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ეტაპი, როცა დაფუძნდა პროფესიული გაერთიანება 2005 წელს და მასთან დაკავშირებული არჩევნები, რომელმაც გარკვეულწილად ხმაურიანად ჩაიარა. 2009 წლის არჩევნები ყველა მოქმედ ადვოკატს, ვინც მაშინ პრაქტიკაში ვიყავით, რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს. ეს იყო წლები, როდესაც პროფესიული გაერთიანების და ზოგადად პროფესიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი იხილებოდა. მე მონაწილე ვიყავი იმ პროცესების და ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც აქტუალური თემა იყო ერთიანი პროფესიული გაერთიანების დაშლის საკითხი. აქტუალური საკითხი იყო პროფესიაში შესვლის და მათ შორის პროფესიული ეთიკის, დეონტოლოგიის საკითხების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის და დაქვემდებარების და მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული არჩევნები შედგა და ალბათ ყველა კოლეგა დამეთანხმება, რომ მაშინ საკითხი პროფესიის ყოფნა არ ყოფნის ყველას ერთად გვერდში დგომის გაერთიანებული ძალებით გადაწყდა პროფესიის ყოფნის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ხა მე დეტალებში არ ჩავალ, მაშინაც ძალზედ და სახელმწიფოც მაშინ გარკვეულწილად ამ დაქსაქსულობას ხელს უწყობდა. მე ძალიან წუხარ, როცა ურბანაკად დაიყო მაშინ პროფესიული გაერთიანება, ჩვენ მსგავსი რამ არ უნდა დავუშვათ ხოლმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო კონკრეტული ინტერესების სასარგებლოდ და კონტროლ ქვეშ არ უნდა აღმოვაჩინოთ ეს პროფესია, ისი აშკარა ცდელობა და პირდაპირი ჩარევა იყო 2009 წელს.
და ეს ბრძოლა ყოფნა არ ყოფნის გაიმარჯვა პროფესიულმა გაერთიანებამ ადვოკატთა ასოციაციამ, მაშინ ჩვენ მოგვივიდა თავმჯდომარედ ბატონი ზაზა ხატიაშვილი, სხვადასხვა უახლოეს ორშაბათს 24 ნოემბერს არის ასევე ისტორიული დღე. ზაზა არის დღეს ერთადერთი ქართველი ადვოკატი, რომელსაც როგორც თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში 8 წლისთვის ევროპის ადვოკატთა ასოციაციებმა მას გადასცეს ადამიანის უფლებების დაცვის ჯილდო. მე ულოცავ მას თქვენი ეთერით და არ მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი ზაზას ულოცავ ქართულ საადვოკატო დიდ ოჯახს, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ამ შემთხვევაში ადამიანი ჩვენს რიგებში. 2009 წლის არჩევნები სწორედ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და 2017 წლის არჩევნებიც მახსენდება, არჩევნები, რომელიც ასევე გამოირჩეოდა პროფესიაში ერთგვარად ჯგუფებად დაყოფის მცდელობად და დღემდე იმ არჩევნებს თან სდევს გარკვეული სამართლებრივი დავა, რაც ასევე ჩემთვის როგორც რიგითი ადვოკატისთვის არა აქვს ამას მნიშვნელობა კანდიდატისთვის, მომავალი თავმჯდომარისთვის, რიგითი ადვოკატისთვის არის მიუღებელი და მე ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამდა ამით მინდა ეს საკითხი შევაჯამო და მათ შორის თითოეულ ადვოკატს მიმართო, რომ მეგობრებო, მე მინდა თქვენ გისურვოთ მშვიდობიანი ერთი მხრივ წინასაარჩევნო პერიოდი, შემდგომში რა თქმა უნდა არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომ ჰარმონიული პროფესიული განვითარება. ჩვენ დღეს გვიყურებს საზოგადოება, გვიყურებს რა თქმა უნდა მართლმსაჯულების თითოეული რგოლი, გვაკვირდება ჩვენი მომხმარებელი და ჩვენს მხრებზე დიდ წილი პასუხისმგებლობაა იმისა, რომ ჩვენ ძალზედ მშვიდობიანად, ცივილურად და ისე როგორც ეს შეეფერება ჩვენს პროფესიას ჩავატაროთ არჩევნები. მე ჩემი მხრივ როგორც ერთ-ერთი კანდიდატი მზაობას ვაფიქსირებ მაღალ ეთიკურ სტანდარტზე მორგებული როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე პოსტსაარჩევნო კამპანიაში ვიყო ჩართული. არჩევანი ჩვენზეა თითოეულ ადვოკატზე და მე პირადად მივესალმები იმ არჩევანს, რა შედეგიც იქნება განხორციელებული და გამარჯვებულს მიულოცავ, თუმცა იმედი მექნება საკუთარ თავს მიულოცავ, უტრირებ რა თქმა უნდა, თუმცა რა თქმა უნდა, თითოეული კანდიდატი ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ერთი მეორეს ხელი ჩამოვართვათ და შემდგომშიც გვერდში დავუდგეთ ერთი მეორეს და რა თქმა უნდა, პროფესიის ხვალინდელ დღეს. პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადვოკატთა კორპუსი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი არჩევნები. პრეცედენტები ჩამოყალიბება გვიყვარს ადვოკატებს და თუ იქნება ის ნაწილი, სადაც არჩევნები ჩატარდება კონსტრუქციულ გარემოში, ეს იქნება ძალიან კარგი. ვისურვოთ, რომ სპეციფიკურად თუ გადაიდება ჩვენი მონაწილეობით პრეცედენტული არჩევნები. ნამდვილად უნდა შედგეს. გადავიდეთ ბატონო ირაკლი კონკრეტულ თქვენს გეგმებზე და იმ ცვლილებებზე, რაც გსურთ რომ განახორციელოთ თქვენი თავმჯდომარეობის არჩევის შემთხვევაში. თქვენ სოციალური ქსელითაც, ტელევიზიებითაც და ასე შემდეგ ხშირად საუბრობთ თქვენს გეგმებზე და იმ წინასაარჩევნო კამპანიაზე და დაპირებებზე, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ უფრო მეტად გაუმჯობესდეს ადვოკატთა კორპუსის და ადვოკატების პირობები, სხვადასხვა აქტივობები იქნება ეს თუ სხვადასხვა პრობლემები, რაც არის პროფესიაში. შესაბამისად, უფრო კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვისაც გამორჩათ, ვისაც ჯერ არ უნახავთ ეს ყოველივე, რომ გავაჟღეროთ რა არის მთავარი ის პრინციპები და ის ცვლილებები, რომლებსაც თქვენ პირდებით და თავაზობთ ადვოკატებს. დიდი მადლობა, გივი, შეკითხვისათვის. დასაწყისში მინდა მოგახსენოთ შემდეგი ძვირფასო კოლეგებო და რა თქმა უნდა მსვენელს მიმართავ. მე გახდით 2025 წლის 2 ოქტომბერს კანდიდატი, რომელმაც პირველად გავაჟღერე ინტერესი და სურვილი ამ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მე მიხარია, რომ მას მერე არაერთი კანდიდატი დაფიქსირდა და ალბათ და ეს ჩვეულებრივი რამ არის ასე გაგრძელდება უახლოეს პერიოდში, როდესაც გაჟღერდება არჩევნების თარიღი ოფიციალურად და გამოჩნდებიან სხვა სურვილებიც, ეს არის დემოკრატია. ეს არის სწორედაც არჩევის თავისუფლება და უნდა იყოს კონკურენტუნარიანი არჩევნები. ყველა კანდიდატს ამისი სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ იყოს გამარჯვებული ძალზედ კონკურენტუნარიან არჩევნებში. აქედან გამომდინარე მე ველი არაერთ სხვა კანდიდატს მათ შორის. ერთი ასევე რასაც მინდა რომ ხაზი გაისვას, ჩემთვის როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის
ძალზე მნიშვნელოვანია და არ დაგიმალავთ გეტყვით რომ მაქვს ამბიცია ვიყო თავმჯდომარე ძლიერი და გაერთიანებული პროფესიის. როდესაც მე შემოვედი ამ წინა საარჩევნო კამპანიაში, მე რა თქმა უნდა და დღემდე ასე არის. ალბათ ამით ახმებით, მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც არანაირი გუნდურობის პრინციპით არ დამიღვია ჩვენი პროფესია. რა თქმა უნდა, მე როგორც ვიაზრებ, არჩევნებს ახასიათებს ეს ყველაფერი, თუმცა მე აქედან მინდა გზავნილი გავაკეთო მთლიანად ადვოკატთა კორპორაციის და კორპუსისადმი. ჩვენ ვართ ერთიანი დიდი ოჯახი. მე მაქვს სურვილი და ამბიციაც ვიყო ამ ერთიანი დიდი, ხას უზვამ, ერთიანი და დიდი ძლიერი პროფესიის თავმჯდომარე. და ალბათ ნიშანდობლივია და ამას მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნამდვილად მე დღემდე ერთი სიტყვაც არ დამიძრავს და არც აქცენტი გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბრიდან დღემდე ხშირად მესმის. აბა, გუნდი, მე ვარ დიდი ერთიანი ადვოკატის ოჯახის გუნდის წევრი. ყველა არის ჩემი გუნდის წარმომადგენელი. ვიძინა. თუმცა, რა თქმა უნდა მე ვხედავ, რომ ამ ეტაპზე ვართ 3 კანდიდატი თავმჯდომარეობის, 2-ს გუნდი დასახელებული ყავს, ყველას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვაკეთებ აქცენტირებას და გზავნილს. მე ვარ თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელსაც მაქვს სურვილი ვიყო ყველას თავმჯდომარე განურჩევლად გუნდური პრინციპით დაყოფის. ძალიან სწორი მიდგომა. მე რა თქმა უნდა არანაირი გუნდური პრინციპით დაყოფას არ მივესალმები. და ზოგადად ეს პრინციპი არ არის მისაღები. თუმცა ეს გარემო დამახვედრა წინა საარჩევნო რეალიებმა. რა თქმა უნდა მე ვიაზრებ წინა საარჩევნო რეალიების საჭიროებებს და იქედან გამომდინარე რომ დღის ეს რიგში დადგა და ორ ბანაკად არის უკვე დაყოფილი. კანდიდატებს არ გულისხმობ რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ურჩეველიც ასე არის, რამდენადაც მე სოციალურ ქსელებში და პირად ურთიერთობაში პოზიციონირება ხდება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არჩევნები დასრულდება ორ კვირაში. რას ნიშნავს? იმისი გუნდი და ამისი გუნდის წევრი. ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი, თანაბარნი, ერთ საქმეს მიმსახურებით, ეს არის პროფესიის განვითარება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მე მაქვს სურვილი ვიყო ყველას თავმჯდომარე და არა კონკრეტული გუნდის. მსგავსი გუნდური პრინციპებით დაყოფა ხლეშს პროფესიას. მე ამიტომაც მოვიხსენე 2009 წლის არჩევნები, მათ შორის 2017 წლის არჩევნები შევახსენე ყველას. ჩვენ საკუთარ მათ შორის მავნე შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და აქედან გამომდინარე მსგავსი პრინციპით ადვოკატების დიფერენცირება და დაყოფა პროფესიას მხოლოდ უარყოფით საზოგადოებრივ აღქმადობას აძლევს და მათ შორის ხელს არ უწყობს კოლეგიალურ ურთიერთობებს და დარგის განვითარებას. ეს რაც შეეხება გუნდურობის საკითხს. მეორე, რასაც ასევე მინდა გამოვეხმაურო, გუნდურობის ნაწილში სრულად ვიზიარებთ თქვენ მოსაზრებას და ხარს გიჭერთ მაგ ნაწილში მადლობა. მეორე, რასაც მე მინდა გამოვეხმაურო და რასაც ვაკვირდები, ეს არის კოლეგების დაყოფა ახალი სახეები და რატომღაც ასეთი ტერმინი არის ძველი სახეები. მე ვერ დავყოფ კოლეგებს ახალ სახეებად, ძველ სახეებად, ახალ გაზრდებად და ძველ გაზრდებად. ჩემთვის როგორც თავმჯდომარეობის კონკრეტული ერთი კანდიდატისთვის და სამომავლოდ თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ დავყოფ ვერც ერთ კოლეგას ახალგაზრდა, ძველგაზრდა, ახალი სახე, ძველი სახე. ესეთ ტერმინებს არ იცნობს ჩვენი სამართლებრივი რეალობა. ესეც ემსახურება როგორც გუნდურობის თემის პოპულარიზაცია და პროპაგანდირება, მსგავსი ტერმინებიც ემსახურება პროფესიებში და პროფესიაში დარგის გახლეჩას. მე ვერ ვიქნები ხელისშემწყობი ასეთი პროცესის. ჩვენ სხვათა შორის სახელმწიფოებრივი კუთხითაც ახლა პროფესიული მაგალითები რომ არ მოვიყვანოთ, გამოცდილება გვაქვს. როდესაც 14-15 წლის წინ სახელმწიფომ გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ აი მაგალითად უნივერსიტეტის მაგალითზე იყო ასეთი ტერმინი გამოყენებული, ჩავრეცხოთ 40 წელს ზემოთ პროფესიონალები. რა შედეგი მივიღეთ? ხო, ყველამ კარგად ავინახეთ, რომ ეს არ შეიძლება ასე დაყოფა. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც მე თამამი ვარ
და პირდაპირ ვეუბნები ყველა ძველგაზრდას, ვისაც თავი ძველგაზრდად მიაჩნია ადვოკატს, ყველა ახალგაზრდას, ჩემთვის პირადად ყველა არის თანაბარი. უფრო მეცაც გეტყვით. იმიტომ რომ ვინმე არ იყოს სადმე 2025 წლამდე არჩეული კანდიდატთაგან ნებისმიერ პოზიციის კანდიდატებს გულისხმობს, იმას არ ნიშნავს, რომ ის ხალხი არ იყრიდა კენჭს. მაშინ გამოდის, რომ ის ხალხიც ძველგაზრდაა და ძველი სახეა, უბრალოდ არ იქნა არჩეული. პროფესიამ გააკეთა გარკვეული არჩევანი. ჩვენ უნდა არჩევნებს და არჩევანს გაკეთებულზე შედეგს პატივი ვცეთ. ეს არის მნიშვნელოვანი. და თუ დღემდე გარკვეულმა პირებმა პროფესიული ინსტიტუციონალური ერთობა მოიტანა დღემდე განავითარა და დღეს დარგი თამამად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამოწვევაა ადვოკატ ასოციაციაში. რა თქმა უნდა. და ამიტომაც არის, რომ მეც პირადად არაერთი სიახლის და ახალი, რაზეც ვისაუბრეთ დღეს თქვენთან ერთად, მიმართულები ძალიან ერგვა მჭირდება და მიმაჩნია, რომ საჭირო არის. მაგრამ თუ დღემდე ეს ყველაფერი მოვიდა და ეს ყველაფერი დროს გაუძლო და გამოწვევებს, ესე იგი გარკვეული ნაბიჯები გადადგმულა და ამ კუთხით ჩვენ ამასაც უნდა ანგარიში გავუწევთ. მე ვერ მივესალმები გუნდურობის მიხედვით, ასაკის მიხედვით დაყოფას. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არის ასაკის მქონე ადვოკატები, ვინც დღემდე მოიტანა ეს პროფესია და მათ პატივი უნდა მივაგოთ. თავის გამოცდილებით და არა ნაკლებ თუ არა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ახალი თაობა, ვინ შემოდის და მათ ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ეს არის ერთიანი ძლიერი პროფესია და ჩვენ ერთი მეორეს ძალზედ დიდ პატივს ვცემთ. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, თავში მინდა მეგობრებო გითხრათ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არის კარგად გვესმოდეს ის თუ რა უნდა გავაკეთოთ. კონკრეტული დაპირებები, მოდი ამ ტერმინსაც შევეხებით თქვენის ნებართვით, ეს არ არის პოლიტიკა. და შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკაშიც ჰაერზე დაპირებები არ არის სწორი, იმიტომ რომ ამორჩეველი ის ადვოკატია თუ რიგითი მოქალაქე გარკვეულ ფრუსტრირებასაც განიცდის და გარკვეული სხვაგვარი შთაბეჭდილებები შეექმნება დროის გასვლასთან ერთად. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ჩვენ პროფესიაში ჩვენ უფრო კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის ის საჭიროებო ნაბიჯი გადასადგამი და ღია თემა არსებითად რეალური. რა თქმა უნდა, რომლის განხორციელებაში ყველა ერთად უნდა ჩავერთოთ და აი ამის დაპირებას ნამდვილად მივცემ ყველა ადვოკატს, რომ რასაც გავაჟღერებ წინასაარჩევნოდ, რომ ამ საკითხებზე ვიმუშავებ და ვიმუშავებ თქვენთან ერთად, ამაზე ვიმუშავებთ. და იმედი მექნება და არა მხოლოდ ამაზე, არაერთ სხვა გამოწვევაზე, რასაც დრო მოიტანს. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგი არის თითოეულ ჩვენთაგანზე დამოკიდებული პროცესებზე, მაგრამ თავარია რომ ის რასაც ვაჟღერებთ, რომ არის გამოსასწორებელი და გასაკეთებელი, აი იმ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ. აქაც რომ ჩვენ დავყოთ დაპირებები და მათ შორის რეალისტური ქმედებები, რაზეც უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი და ამის შესრულებაზე, ამ ნაბიჯების გადადგმაზე დაპირება თამამად უნდა მივცეთ. მე თავში მინდა აღვნიშნო. ძალზედ მნიშვნელოვანია და აი თან ნიშნულოვანი ღირებულებით დავიწყებ, თუმცა ზოგადი საკითხით, ეს არის რომ პროფესია იყოს დაფასებული. თამამად შემიძლია გითხრათ და ეს საკითხი თანაბარწილად, როგორც ძველგაზრდას, ასევე ახალგაზრდას. გნებავთ ჩვენთვის, როგორც უკვე პროფესიაში მყოფი მოქმედი ადვოკატებისთვის, თითოეულ თქვენთაგანისთვის და ხვალ რომ შემოვლენ პროფესიაში, ყველას თანაბრად უნდა გვაინტერესებდეს, გვადარდებდეს, რომ პროფესია, რომელშიც ჩვენ მუშაობთ და რომელიც ამ შემთხვევაში არის ჩვენთვის ყველაფერი, იყოს დაფასებული საზოგადოებაში. რატო უსვამ ამას ხაზს? პროფესია უნდა იყოს აღიარებული, მას უნდა ჰქონდეს სწორი როლი, როგორც მართლმსაჯულებაში, ასევე საზოგადოებაში და ამას უნდა აღიქვამდეს ყველა. და ეს ინსტიტუციონალური, ამ შემთხვევაში პოზიციონირება სწორი, ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი. მაგალითად ისეთი ძალიან მარტივი მაგალითი, რომ დიდი დრო ამ საკითხს არ დავუთ, უბრალოდ თეზის სახით ვამბობ, რომ ამაზე მე ნამდვილად ვაპირებ მუშაობას. ისეთი საკითხი, როგორც არის ადვოკატის მისი დაცვის ქვეშ ყოფ მხარის კლიენტთან ასოცირება, მარწმუნებლის და რწმუნებულის ასოცირება. ხო, აღშფოთდებით ხოლმე ყველა ერთად დავდებთ საჯარო პოსტს, ამ საკითხს გამოვეხმაურებით, გავა 2 კვირა, გავა 1 თვე, იგივე ხდება. კიდევ ერთხელ იგივენაირად დავგმობთ, გავამცირე ხანი იგივე ხდება. ანუ ნახეთ, მეგობრებო, ისე თქვა მინდა დანახება, რომ ჩვენი პროფესიის მიმღებლობა საზოგადოების მხრიდან, მედიის მხრიდან, ჩვენი სოციუმის წევრებისგან, ბიზნესების მხრიდან
არ ხდება ისე, როგორ ეს ღირსიც არის ეს პროფესია. შესაბამისად, ნამდვილად ვაპირებ ეს იყოს ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რა მიმართულებასაც მოვახმართ დროს და ენერგიას, რომ პროფესიას დავამკვიდრებინოთ საზოგადოებაში, იურიდიულ პროფესიაში მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი ღირსი ადგილი, ის იყოს დაფასებული, ის იყოს აღიარებული, რაც არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო ეფექტურნი ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში. ვინ უნდა იყოს ამის წინააღმდეგ, რომელი ადვოკატი? შემდეგი, რასაც მე ხაზგასვით მინდა რომ გამოვიხმაურო და მოგახსენოთ, არის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი და საკითხთა წრემოდით ასე ვთქვათ. ადვოკატებს როგორც სოციალური პრობლემატიკის ჭრილში გვჭირდება ეფექტური სისტემის აწყობა, ასევე რა თქმა უნდა ფინანსური თვალსაზრისით, რომ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ამ მიმართულებით, ნამდვილად მრავალი გვაქვს გასაკეთებელი. მოდი დავიწყებ თქვენი ნებართვით სოციალური საკითხთა წრით, თუმცა აქ ერთი წამით შევჩერდები, ნახეთ. მე როდესაც თავში აღვნიშნე 2008 წლის არჩევნები და 2017 წლის არჩევნები და ერთგვარად ბოლო წლების მანძილზე მოქმედ თავმჯდომარეებთან ვაასოცირე ეს პერიოდი, ბატონი ხადიაშვილი და ბატონი ასათიანის პერიოდი, თითოეულ თავმჯდომარეს თავისი გამოწვევა ჰქონდა. როგორც პიროვნული, პროფესიული, ასევე იმ ეტაპზე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ხომ? ბატონი ზაზას თავმჯდომარეობის დროს, როგორც უკვე აღინიშნა, პროფესიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდა და გადაწყდა ყველას ერთობლივი ჩართულობით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ გვესმოდეს ერთიანობის მნიშვნელობა. მე ვარ თავმჯდომარეობის კანდიდატი და რა თქმა უნდა ეჭვიც არ მეპარება რომ ყველა ასე ფიქრობს, თუმცა მე ჩემ თავზე ვსაუბრობ, რომელიც ვაფასებ, ვიაზრებ მნიშვნელობას ერთიანი პროფესიის. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ გამოვა, ამიტომ ვარ წინააღმდეგი და მე დღეს ვარ მოცემულობაში, რომ გუნდურად არის უკვე დაყოფილი წინასაარჩევნო პერიოდი. მათ შორის ასაკობრივი კუთხითაც არის გზავნილები დაყოფის მცდელობის ეს არ შეიძლება. თუმცა წინასაარჩევნო გარემო რა გარემოშიც აღმომაჩენს, მე იმ გარემოში იმ წესებს მივყვები და იმ წესების გათვალისწინებით მე ნამდვილად ვეცდები კოლეგების ხარდაჭერით, რომ დავიმარჯვო. თუმცა მერე უკვე რა თქმა უნდა, ამას ორი აზრი არ უნდა, მე ვიქნები ყველა სამჯდომარე. მაგრამ რო დაუბრუნდეს სათქმელს 2009 წელს სხვა გამოწვევა ქონდა თავმჯდომარე, ვინც გახლდათ. 2017 არჩევნების შემდგომ მოქმედ თავმჯდომარეს ასევე სხვა გამოწვევები ქონდა. ჩვენ 2009-ში ყოფნა არ ყოფნის ბრძოლა პროფესიის სასარგებლოდ გადავწყვიტეთ. 2017 წელს პროფესია შედგა განვითარების რელსებზე. და ჩვენ ახლა ყველამ ერთად თლიანი გუნდით და არა გუნდურობის პრინციპით დაქსაქსვის გზით მივაწვეთ უნდა ამ განვითარების რელსებზე შემდგარ პროფესიას. ესაა ყველას ინტერესი და არა დავყოთ ერთმანეთი გუნდებად და ასაკობრივი ცენზის მიხედვით ეს მიუღებელია. ახლა შეეხება ამ რელსებზე შემდგარი პროფესიის განვითარებისკენ წაყვანას. ისეთი საკითხთა წრე, როგორიც არის მაგალითისთვის ადვოკატთა დაზღვევის საკითხი. რა თქმა უნდა აქტუალური იყო ყოველთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ამიტომ აღვნიშნე სხვადასხვა გამოწვევები იყო სხვადასხვა პერიოდში. დღევანდელი გადმოსახედი და ნამდვილად დადგა ის ეტაპი, როცა ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს თანაბრად ეხება ყველას. გნებავთ ახალგაზრდას, გნებავთ ძველგაზრდას, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მოდი ვიტყვი სიტყვა ადვოკატს და აქ დავსვამ წერტილს. ადვოკატს, ყველა ადვოკატს ეს საკითხი თანაბრად ეხება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება, რა მიმართულებითაც მე ვაპირებ, რომ ნაბიჯები გადავდგა და სხვათა შორის ძალიან მიხარია, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც მე დავიყავი პირველი, ვინც გავაკეთე განაცხადი თავმჯდომარეობის ინტერესთან დაკავშირებით და რა საპროგრამო გეგმაც წარმოვადგინე საჯაროდ, მე მიხარია, რომ ამ გეგმის გარშემო მათ შორის თითქმის ყველა გუნდს აღარ გამოვიყენებ ამ ფრაზას, მაგრამ ყველა შესაძლო კანდიდატი ტრიალებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ სწორი გეგმა არის ამ მიმართულებით იდენტიფიცირებული და რა თქმა უნდა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება თავმჯდომარე, ამ გეგმას განხორციელება უნდა ეწეროს. შესაბამისად, სოციალური დაზღვევის საკითხი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. საკითხი დაკავშირებული იყო ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სწორი სტრუქტურული სისტემური მიდგომა მოვნახოთ, ეს არის საპენსიო უზრუნველყოფა ადვოკატთა. ამ მიმართულებებით მე მზად ვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ აქ სახელმწიფოს მნიშვნელობა არის წინაპლანზე წამოსაწევი და ჩასართავი ამ კუთხით მათთან კონსტრუქციულ მედიაციურ დიალოგში შევიდე, რადგან ჩვენ უნდა დავანახოთ სახელმწიფოს ესაჭიროებები. მე მინდა ერთი გზავნილიც გავაკეთო. ჩემი მთავარი პრინციპი თავმჯდომარე დარჩევის შემთხვევაში იქნება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თითოეული ადვოკატის გვერდით და თითოეული ადვოკატი თავმჯდომარის გვერდით და მის ზურგს უკან. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი კორპორაცია საქართველოში. 11111 ხო? 5 ერთიანი მოწმობა გაიცა, რამდენადაც ვარ ინფორმირებული 2 კვირის წინ, როცა ახალგაზრდა კოლეგებმა და პროფესიაში ახლად შემოსულმა წევრებმა ფიცი დადეს. შესაბამისად, უდიდესი პროფესია არის და რა თქმა უნდა პრინციპი, რომელიც განუხრელად იქნება ჩემი მხრიდან დაცული, თავმჯდომარე თითოეული წევრის გვერდით და თითოეული წევრი თავმჯდომარის გვერდით და უკან, აი ეს არის ერთიანი ძალა და ხმამაღალად ჟღერადი სახელმწიფოში და სწორედ ამ გადმოსახედიდან, ამ რეალიებიდან ჩვენ რა თქმა უნდა კონსტრუქციულ დიალოგში, ეს იქნება სახელმწიფო თუ ნებისმიერი სხვა საჭიროება, ჩვენ ვეცდებით რომ ადვოკატების ინტერესები გავადაროთ და გავაუმჯობესოთ. ეს რაც შეეხებოდა პრინციპს. ერთი ნიუანსი ეს რაც შეეხებოდა სოციალურ მიმართულებას, რეფორმების, რაზეც ვაპირებთ თითოეულ თქვენთაგანთან არჩევის შემთხვევაში მუშაობის დაწყებას. რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორც არის ადვოკატთა ფინანსური ინტერესები. მე ერთ-ერთმა კოლეგამ თითქოს გამაკრიტიკა, რატო საუბრობ ადვოკატის შემოსავლების ზრდის საჭიროებაზე. მე ვერ ხვდები, რაზე უნდა ვისაუბროთ აბა. ჩვენ არ ვართ პროფესია, რომელი პროფესიაც 9-დან 6-მდე სადმე არის ზის, როგორც იტყვიან და მოდის ციდან გამომუშავებული ხელფასი. ხო, მე მგონი ასე არ არის. და შესაბამისად ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ინტელექტუალურ რესურსს, ჩვენს ინტელექტუალურ რესურსს საჭიროებისამებრ გადავცემთ მომხმარებელს, რის ანაცვლუდაც უნდა მივიღოთ შემოსავალი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ შემოსავალი იყოს მათ შორის დაფასებული და ჩვენ ეს გვერგებოდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ინდივიდი ადვოკატის გაძლიერებაზე როცა ვსაუბრობ ფინანსური თვალსაზრისით, ამიტომაც ვთქვი, რომ ყოფნა არ ყოფნის ბრძოლა მოიგო პროფესიამ, შედგა რელსებზე განვითარების უნდა მივაწევთ განვითარებისაკენ. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ისეთ საკითხს აწერე, როგორიც არის საგადასახადო პოლიტიკის სწორი რეგულირება, რაც ადვოკატისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, ეს იქნება DGG საკითხი, ეს იქნება საშემოსავლოს საკითხი, იქნება საავანსო გადასახადების საკითხი, ახლა დეტალებში ვერ ჩავშლით, ამისი დრო არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით მე მუშაობას რა თქმა უნდა ვაპირებ, საკითხსაც არის დაკავშირებული პირველ ინსტანციაში ადვოკატის წარმომადგენლობასთან. ეს აუცილებელი საკითხი. მეგობრებო, მიხარია რომ თქვენც ასე ფიქრობთ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეგ არის თემა ბატონო ირაკლი, რომელსაც ჩვენ ყველგან ეპიზოდში ვაღჟიერებთ, გქონდა საუბარი ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ თავმჯდომარესთან, ბატონ დავითთანაც, თუმცა ვერ გახორციელდა ეს და პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრით რა არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება ფერხებელი ფაქტორი ამ კანონმდებლობის მიღებაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც არის პრობლემური ადვოკატისთვის. და პრინციპით თავმჯდომარე ყველა კოლეგის გვერდით და კოლეგები თავმჯდომარის ზურგს უკან და გვერდით ერთიანი ხმით ჩვენ ეს რეფორმა უნდა გავატაროთ და უნდა დავანახოთ ამ შემთხვევაში საზოგადოებაზე სახელმწიფოს მათ შორის რომ ეს რეფორმა სახელმწიფოს გადმოსახედიდან არის დასაძრავი ჩვენს ინტერესების სასარგებლოდ და ეს ჭირდება ადვოკატს და რატო ორი ნიშნულოვანი ღირებულება არის ამ რეფორმით ჩვენთვის თამდევის შედეგი მისაღები. ერთი რომ პირველ ინსტანციაში წარმომადგენლობის საკითხის სწორი რეგულირება ჩვენ მეტ შემოსავალს მოგვიტანს. გულისხმობ თითოეულ ადვოკატს, აქ არც ადვოკატთა ასოციაცია იგულისხმება და არც მისი თავმჯდომარე და გნებოდ ნებისმიერი რგოლის წევრი მართვის, ხო, არავითარ შემთხვევაში აქ არის საუბარი ინდივიდ ადვოკატებზე. იმიტომ რომ დღევანდელი სამართლებრივი რეგულაციით თითოეული ადვოკატი ვკარგავთ პირველ ინსტანციაში კლიენტს, ხომ ასეა? ანუ ვკარგავთ შემოსავალს. და არ მხოლოდ პირველ ინსტანციაში, ვკარგავთ მეორე ინსტანციაში, იმიტომ რომ მეორე ინსტანციაში უკვე არის სავალდებულოდ ლიცენზირებული ადვოკატი, რომელთანაც კონსულტაციაზე მისული პირველ ინსტანცია მოვლილი, და რა ადვოკატი წარმოდგენილი მხარე მიიღებს რა კონსულტაციას ადვოკატთან უკვე მეორე ინსტანციის დაწყების წინ და თუ იქ პერსპექტივა არ ჩანს და არის საქმე გარკვეული პროცესუალური ხარვეზებით ნაწარმოები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადვოკატი ვეტყვით პერსპექტივასთან დაკავშირებით. მარწმუნებელს აქ გარანტიაზე ხო არა, ლაპარაკი ამას ეთიკა გვიბრთავებს, მაგრამ პერსპექტივაზე პოზიციას გაუზიარებს და მარწმუნებლისთვის ეს, რა თქმა უნდა, რიგ შემთხვევაში არ არის ხოლმე მისაღები, როცა პერსპექტივას დეფიციტია, აქაც კარგავთ კლიენტს. ანუ ფინანსური თვალსაზრისით ეს პრობლემა ადვოკატისთვის და რაც მნიშვნელოვანია რეპუტაციული კუთხით. მნიშვნელოვანი არის რომ მოახდინოთ გათანაბრება. რას გულისხმობ ამაში? პირველ ინსტანციაში, როდესაც ადვოკატი არის წარმოდგენილი და ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მას გარკვეული სტანდარტი და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ბოჭავს. ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხო, პროფესიული ეთიკის სტანდარტები. მაშინ, როდესაც
წარმომადგენელი, რომელიც არ არის ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, ის არანაირად არ არის ამ შემთხვევაში ამ სტანდარტით შეგვიძლია. ერთგვარად უთანასწორო მდგომარეობაში არის ადვოკატი, როდესაც ის ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე ვერ ხვდები, რა უნდა იყოს მიზეზი, რომ ეს რეფორმა ჩვენ ბოლომდე არ მივიყვანოთ, თუ დაცული იქნება პოზიცია, რომ ეს არის ხმა პროფესიის, ეს არის მოთხოვნა პროფესიის კონსტრუქციული დასაბუთებული. აქედან კლიენტის ვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამას აკონტროლებს თანამედროვე ადვოკატი. მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ მარტო კლიენტზე და ადვოკატზე ვსაუბრობთ ვიძინა, მაგრამ მოდით ღია ვთქვათ, რომ ეს მართლმსაჯულების ინტერესში შედის და უნდა შედიოდეს, იმიტომ რომ ხარისხიან მართლმსაჯულებაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი სუბიექტი არის ადვოკატი. სუსტად. სასამართლოსთან ერთად. აქედან გამომდინარე, მათ შორის მართლმსაჯულების რგოლი სასამართლოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ხარისხიანი მართლმსაჯულება და ხარისხიანი მართლმსაჯულების შექმნაში ჩართული უნდა იყოს ადვოკატი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ხვდები რა შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს. ანუ ვისაუბრეთ სოციალურ მიმართულებაზე, ვისაუბრეთ რეფორმების საკითხთა წრეზე, რაც ქონებრივ საკითხებს შეეხება, ფინანსურ შემოსავლებს შეეხება, მინდა ვისაუბრო მათ შორის ერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომლის დაწყებას მე ვაპირებ თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ერთიანი დიდი გუნდით, ყოველგვარი გუნდურობის და გახლეჩის პოლიტიკის გვერდზე გადადებით, კიდევ ამას მე ხშირად გავუსვამ ხაზს თქვენს გადაცემაში. დღეს და ზოგადად ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი არის, ეს არის საკითხი დაკავშირებული განათლებასთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის ამ შემთხვევაში გატარებას და საკითხის რეფორმირებას ვაპირებ, ეს არის სასწავლო პროგრამები და სასწავლო ფორმატები მოქმედი ადვოკატთათვის. მე ხაზს უსვამ ახლა ვსაუბრობ მოქმედ ადვოკატებზე და გარკვეულ რეფორმათა საკითხთა წრეს შევეხები მომავალი ადვოკატებისათვის, ამასაც მცირე დროს იმედი მაქვს, რომ მომცემთ. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ადვოკატებს შესაძლებლობა, გვქონდეს ცოცხალი ტრენინგები. ეს გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ონლაინ, თუნდაც რა თქმა უნდა. ცოცხალი ონლაინი, ანუ ონლაინ ჩართვა და გნებავთ ჩაწერილი ვიდეოს მოსმენა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც მე ჩემ კოლეგებს ვპირდები, რომ მუშაობას დავიწყებ ამ მიმართულებით, ეს არის, რომ დავაბრუნოთ ადვოკატთა ასოციაციაში ცოცხალი ტრენინგები. მოკლე საკითხი ასევე, რაზეც მინდა რომ ვიმუშაოთ, ეს არის ძვირფასო მეგობრებო, პროფესიაში შემომსვლელი ჩვენი მომავალი კოლეგებისთვის ეფექტური ადაპტაციის სისტემის დახვედრება. ადაპტაციის პროგრამა სახეზე არის ის, რა თქმა უნდა მუშაობს 2019 წლიდან გამოწვევები მანდაც ბევრია, რა თქმა უნდა და სწორედ აი ამ გამოწვევების რეფორმირება არის ჩემი ერთ-ერთი თვითმიზანი, გამომდინარე იქიდან, რომ ადაპტაციის პროგრამა ორმხრივად სარგებლიანი იყოს როგორც მომავალი პროფესიაში შემოსვლელი კოლეგებისთვის, ასევე მოქმედი მენტორი ადვოკატებისთვის. მე დეტალებში ახლა ნამდვილად არ შევალ, რომ არ დაგახარჯინოთ, ჩვენი მსმენელი დიდწილად არის ადვოკატი და კარგად მოგეხსენება, რომ ადაპტაციის პროგრამა არის ამოქმედებული 2019 წლის 1 იანვრიდან და არის 12 თვიანი. 3 თვიანი სასწავლო კომპონენტი თეორიული და ამ მიმართულებით ვაპირებ, რომ ჩვენ სკოლა შევქმნათ ადვოკატის მთელი თავისი ატრიბუტიკით და 9 თვიანი პრაქტიკული სტაჟირება. 9 თვიან პრაქტიკულ სტაჟირებასთან დაკავშირებით არის მოცემულობა, რომ დღეს არსებული რეგულაციები ჩვენ ეფექტურად მოქმედი მენტორები ვერ ვიყენებთ პროფესიაში შემოსასვლელ პირებს, იმიტომ რომ გარკვეული გამოწვევებია სისხლის სამართლის კუთხით, იგივე სასჯელდაწესებულების დაწესებულებაში მომავალი კოლეგის შეშვება, შესვლა და ფუნქციის შესრულებასთან, სამოქალაქოს კუთხით, მათ შორის გარკვეულ კონფიდენციალური კლიენტის ინფორმაციას ნაწყვეტასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეთიკის კოდექსი არ მოჭავს ამ პირებს, რომელიც ჯერ ადვოკატნი არ არიან, აი ამ წრეზე საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად ვაპირებთ ნაბიჯების გადადგმას, რომ ორმხრივად სარგებლიანი იყოს, უფრო ინფორმირებული და პრაქტიკულ უნარების გამომუშავებაზე იქნება უკვე რეფორმის შემდეგ შემოსვლელისთვის ეს პერიოდი და ჩვენთვისაც მოქმედი ადვოკატებისთვის და მენტორებისთვის უფრო ეფექტური, ამ შემთხვევაში მხარდამჭერი სტაჟირების მსმენელი, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენთან ერთად გუნდურად იმუშავებს თქვენი მართლმსაჯულების განვითარების ახალ ეტაპზე გადავა ადაპტაციის პროგრამა. ეს მნიშვნელოვანია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს რაც შეეხებოდა განათლების საკითხს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ძვირფასო მეგობრებო, ადვოკატებო, მსმენელო და მაყურებელო. რა თქმა უნდა, მე ადვოკატთა ასოციაციის მართვის პროცესში მე ვიქნები თავმჯდომარე, რომელიც
უზრუნველყოფ ყველა ადვოკატის თანაბრობას. ამიტომაც არის ჩემგან გზავნილი, რას ნიშნავს გუნდებად დაყოფა და დაპირისპირება. ან რას ნიშნავს ასაკობრივი ცენზით დაყოფა და დაპირისპირება. ყველა ვართ თანასწორნი, ჩემთვის ტერმინი პრივილეგირებული ადვოკატი, არ ვიცი რას ნიშნავს. როგორც აი ეს ტერმინები არცად არ არის გაწერილი და მე არ ვიცი რას ნიშნავს, რასაც ზემოთ ვისაუბრე, პრივილეგირებული ადვოკატი არ ვიცი ნამდვილად რას ნიშნავს. ასეც თუ აქვს ადგილი, თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ასეც ადგილი არ ექნება. ისევე როგორც ეს მთლიანი პროფესიული გაერთიანება, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის პრინციპზე იქნება ამ შემთხვევაში აწყობილი და იმუშავებს და ხელმისაწვდომი იქნება თანაბრად ყველა შესაძლებლობა თუ სერვისი, რაც ამ კორპორაციაში ფუნქციონირებს. ამის პასუხისმგებლობას მე რა თქმა უნდა ვიღებ. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშანი ვერ დაისმება. და ერთი ნიუანსი. ნამდვილად შევიმუშავებ ფორმატებს, რომ კოლეგებს ან ნებისმიერ სხვას 4 წლის თავზე არ უჩნდებოდეს კითხვები ორგანიზაციის ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით ან ხარჯების ხარჯვასთან ეს დაკავშირებით. მნიშვნელოვანი საკითხია. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ რაიმე დარღვევასა აქვს ადგილი და ამას ვერც დავუშვებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ადვოკატთა ასოციაციის დღესმოქმედი თავმჯდომარე, ისევე როგორც ნებისმიერ რგოლში ჩართული პირი, საკუთარი თავის მტერი ნამდვილად ვერ იქნება და არ იქნება და აქ მე პირადად კითხვებს ვერ ვსვამ და არც დავსვამ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის უცნაურია 4 წლის თავზე, გნებავთ 8 წლის თავზე, რატომ ისმის ის კითხვები, რომელიც შეიძლება დასმულიყო წინა წელს, იმის წინა წელს, თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით გული შესტკივა. 4 წლის თავზე როგორ შეიძლება გული შეგტკიოდეს, მთელი წელი უნდა შეგტკიოდეს და მთელი პერიოდი. თუ ეს ხელოვნური გულის ტკივილია, მაშინ მე ამაზე არ ვინერვიულებ. მაგრამ მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი თავმჯდომარე არჩევის შემთხვევაში, წლიდან წლამდე ხელოვნური გულის ტკივილი ან რეალური გულის ტკივილი ვინმეს აწუხებდეს, ამიტომ რა თქმა უნდა, თუ რამე და მე ამას ყოველთვის კოლეგებთან ეს კრება იქნება საერთოდ თუ ასე შემდეგ ფორმატებში შევქმნი, რომ გავარკვიოთ რა არის კიდევ უფრო ტრანსპარენტული გზა, გარდა იმისა, რომ აუდიტის დასკვნა წლიდან წლამდე ერთი რო იქნება, მერე ქვეყნდება, თუ გაცნობის პრობლემა არის, მაშინ სხვა ფორმები არის მოსაფიქრებელი, რომ ამ ყბად აღებულ თემას ჩვენ ვარ ყველაზე პრაგმატული პროფესია. ერთხელ და სამუდამოდ დავუსვა წერტილი. და მე ძალიან მეგობრულად ვიკითხავ, ვის ველაპარაკებით გივი, ვის ველაპარაკებით ბიძინა ადვოკატს, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ადვოკატი ვერ იაზრებს რა არის სწორი ან რა როგორ არის კანონმდებლობით გაწერილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საკითხთა წრეები, ეს თქმა არ უნდა. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მე აუცილებლად მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის ჩვენი ადვოკატების სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატების ამას ხაზგასმით გავუსვამ, აღვნიშნავ ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურობა და პენიტენციალურ და ღირსეულ სამუშაო გარემოს შექმნის სტანდარტის დამკვიდრება. მე პირადად მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრიც არ უნდა იყოს, რომ თითოეული ადვოკატი, რა აქვს ამის მნიშვნელობა სამოქალაქო იქნება ეს თუ სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე და არც ადმინისტრატივისტები, არც უფლებების ნაწილი და კონსტიტუციური სამართლის მიმართულება არ დავივიწყოთ. თითოეულ ადვოკატს უნდა ჰქონდეს ღირსეული სამუშაო გარემო და პირობები. ამიტომ დავიწყე მე თავში საუბარი, დაფასებული უნდა იყოს ეს პროფესია. პატივს უნდა სცემდნენ და მიმღებლობა უნდა იყოს ძალზედ მაღალი. სახელმწიფოსგან, მედიისგან, საზოგადოებისგან, ყველასგან ამ მიმართულებით არის სამუშაო და უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ახლა რომ დაუბრუნდეთ სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატებისათვის, მე ამასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო გზავნილიც და განაცხადიც გავაკეთე და რა თქმა უნდა, ძალზედ აქტიურად ვაპირებ მუშაობას, ეს იქნება პენიტენციალური დაწესებულებები და ნებისმიერი ამ შემთხვევაში სამინისტრო და ასე შემდეგ, რათა უზრუნველყოთ ჩვენი ადვოკატების ეფექტური სამუშაო და ღირსეული პირობების შექმნა ადგილზე, გნებავთ ციხეში შესვლისას, გნებავთ გამოსვლისას და ციხეში ყოფნისას ყველა ეტაპზე. ამას კითხვის დასმაც არ უნდა. ეს გასაკეთებელია, აქ გამოწვევები არის, მე ამას ღიად ვამბობ, ვთქვი და რა თქმა უნდა თავმჯდომარე არჩევის შემთხვევაში თქვენთან ერთად პრინციპით თავმჯდომარე ყველა
კოლეგის გვერდით და კოლეგები ერთიანი ხმით თავმჯდომარესთან ერთად ჩვენი ინტერესების სწორი რეგულირების მიმართულებით ნაბიჯებს ერთად გადავდგამთ. ძალიან კარგი. და ერთი ნიუანსი რომ არ გამორჩეს, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატთათვის იურიდიული დახმარების სამსახურის კოლეგების კუთხით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა გადატვირთულობა ამ სამსახურის ადვოკატების. ადვოკატი არის ადვოკატი. ვერც ამ სამსახურის ადვოკატი ვერ იქნება თუ სტატუსი ადვოკატი არ არის, ანუ არ არის ჩვენი ერთიანი დიდი ოჯახის წევრი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევებია, თუმცა ერთ-ერთ შევეხები კონკრეტულად, რომ კომპაქტურად ამოვწურო სავალდებულო დაცვის დანიშვნის საკითხის სწორი და კონკრეტული გაწერა კანონით. განსაკუთრებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, როდესაც სავალდებულო დაცვა უნდა იქნეს გამოყენებული, ეს იყოს აუცილებლად უკიდურესად ბოლო შემთხვევა და განსაკუთრებული საჭიროება, რომ დაცვის ქვეშ ყოფს ჰქონდეს ფინანსური საჭიროება და არ ჰქონდეს საშუალება თავად მოახდინოს ადვოკატის ამ შემთხვევაში შერჩევა და აქირავება. და არა ისე, რომ ყოველგვარი ამ მქონებრივი ლიცენზის გვერდზე გადაწევით საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას დაინიშნოთ მაინც და მაინც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი. ეს სწორი რეგულირება, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკით, ერთი რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების საქმიანობას განტვირთავს, მაგრამ მეორე მხრივ ადვოკატების, რომელიც არ არიან ამ სამსახურის ადვოკატები, არამედ არიან კერძო პრაქტიკის ადვოკატები, მათზე მოთხოვნას გაზრდის. იმიტომ რომ პირი, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა და სახსარი, რომ დაიცვას თავისი თავი მის მიერ არჩეული და დაქირავებული ადვოკატის მხრიდან, უფასო იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე, ჩვენი ადვოკატების ხარჯზე არ უნდა იღებდეს. აქ ორი აზრი შეიძლება იყოს. აბსოლუტურად გეთანხმებით. მართალი. ამ მიმართულებით ასევე რა თქმა უნდა მე ვაპირებ ნაბიჯების გადადგმას და პრინციპები, როგორიც არის გამჭვირვალობა ასოციაციის საქმიანობის, ასოციაციის ხელმისაწვდომობა და წევრთა თანაბრობა. რა თქმა უნდა განუხრელად იქნება დაცული ჩემი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში და რა თქმა უნდა ეს გუნდური და გარკვეული ნიშნებით დაყოფას მე არ მივესალმები და ჩემთვის თითოეული ადვოკატი ეს არის ძველგაზრდად თუ ახალგაზრდად მოხსენიებული და ამ შემთხვევაში გნებავთ ამა თუ იმ გუნდის წევრი, როგორც დღეს გუნდურობად დავყვეს ყველანი. ჩემთვის ყველა არის თანასწორი, თანაბარი და მე მაქვს სურვილი, ამბიცია ვიყო ყველა მოქმედი და მომავალი ადვოკატის პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე იმ პერიოდში, რა პერიოდის მანდატსაც 2025 წლის დეკემბრის საერთო კრებაზე მოგცემს ჩვენი ამორჩეველი. ნამდვილად სწორი მიდგომაა ბატონო ირაკლი, გეთანხმებით სრულად და ამ ერთობას ჩვენი პროფესიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და სწორედ აღნიშნეთ 2009 წლის პერიოდიც სწორედ ამ ერთობამ განაპირობა მაშინ პროფესიის შენარჩუნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდში რეპრესიებიც კი მიდიოდა ადვოკატების მიმართ და ვისურვებდი, რომ პროფესია იყოს ყოველთვის ერთიანი, ერთმუშტად შეკრული და მხოლოდ ერთიანობით შეიძლება ბევრი კარგი საქმის გაკეთება და განვითარება ჩვენი პროფესიის და სრულად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომელი მოსაზრებასაც თქვენ აფიქსირებთ და ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ახორციელებთ. და ერთი ნიუანსი ასევე რომ დავტოვოთ პასუხგაუცემელი. მე თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში და ამას რა თქმა უნდა ჩვენს კოლეგებს ღიად და საჯაროდ ვფიქსირებ. თავმჯდომარე ვალდებულიც არის და მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ორგანიზაციის რგოლების ეფექტურ საქმიანობაზე. მე ბევრი ვისაუბრე აქ უკვე გუნდურობად და გუნდებად დაყოფასთან დაკავშირებით, თუმცა არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს იქნება მართველი საბჭოს წევრი. ეთიკის კომისიაში ჩვენ არ და ვერ და გამორიცხულია რომ ჩაერიოს ვინმე, მაგრამ ის რომ იყოს ეფექტური, იყოს ეთიკური ამ ზოგადი ამ შემთხვევაში სტანდარტების დანერგვის ნაწილში, ისე როგორც სარევიზიო კომისიის წევრების სამუშაო იყოს ეფექტური, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებიან. ამას გადაწყვეტ საერთო კრება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვარ კანდიდატი, რომელიც დღემდე არანაირი გუნდით და გუნდურობით არ ვსაუბრობ, არ ვყოფ კოლეგებს, თუმცა შემომეთავაზა ეს პრინციპი, მე ამ პრინციპს ვიღებ და ამ პრინციპით წინა საარჩევნოდ ვიმუშაებ. თუმცა არჩევნების შემდგომ
თითეული ადვოკატი ეს იქნება ამა თუ იმ რგოლის წევრი თუ რიგითი, ჩემთვის არის თანასწორი, ხოლო რაც შეეხება რგოლის წევრებს, რა თქმა უნდა, მათ ეფექტურ მუშაობაზე თავმჯდომარეც მათ შორის არის პასუხისმგებელი და არა აქვს სახელებს და გვარებს მნიშვნელობა, თავმჯდომარეს ირჩევს და თავმჯდომარე იღებს პასუხისმგებლობას შემდგომ უკვე ამ სისტემის, რა თქმა უნდა, ერთად წევრებთან ერთად მართვაზე, მაგრამ პასუხისმგებლობა გააზრებული მაქვს და რა თქმა უნდა, კარგად მემახსოვრება და რა თქმა უნდა, ამ პრინციპის დაცვით მე დობის გამოცხადებას ვთხოვ საერთო კრებას. მისასალმებელია ის ნიუანსები და ის ცვლილებები და ის დაპირებები, ესე დავარქვათ, რასაც თქვენ აშღერებთ ნამდვილად თუ მოისმენს თითეული ადვოკატი ამას და გაიაზრებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ყოველივე დღეს ადვოკატთა კორპუსისათვის და ადვოკატთა კორპუსის ერთიანობისათვის. რაც შეეხება კითხვას, თქვენ ბატონო ირაკლი, თქვენი ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გარდა თბილისისა ძალიან ბევრ რეგიონში იმყოფებოდი და ფაქტობრივად შემოიარეთ მთელი საქართველო. ამ მიმართულებითაც რომ გითხრათ, რა გამოწვევები და პრობლემებია დედაქალაქის გარეთ მომუშავე ადვოკატებისათვის და როგორ შეძლებთ იმ გამოწვევების და პირობების გაუმჯობესებას თქვენი არჩევის შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხის დასმისთვის. მართლაც გიდასტურებთ, მოვიარე მთელი საქართველო, ვიყავი როგორც აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთის რეგიონში, შიდა ქართლში, ახალციხე, სამცხე-ჯავახეთში, მთელი საქართველო შემოვიარე. მე ძალიან გამიხარდა კიდევ ერთხელ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ნამდვილად არ ჩავსულ მე ჩემ კოლეგებთან, მაგრამ რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც ეს ბოლო პერიოდი ვიყავი თითოეულ მათგანთან, ძალიან თბილი და კოლეგიალური შეხვედრები მქონდა. მე ამ კუთხით მინდა უთხრა ჩვენს ადვოკატებს და განსაკუთრებით როგორც თქვენ აღნიშნეთ თბილისის გარეთ მომუშავე ადვოკატებს და მე ეს თითოეულ ამ შეხვედრაზე საჯაროდ დაპირება, მართლაც ამ ნაწილში დაპირება გავაკეთე და დავიცავ კიდეც ამას. ძალზედ მნიშვნელოვანია რომ თავმჯდომარეს უშუალოდ კომუნიკაცია და კონტაქტი ჰქონდეს ყველა წევრთან ერთი მხრივ. თბილისში ეს პრობლემა არ არის, ადვოკატ ასოციაციის კარი, თავმჯდომარის კაბინეტი ღია იქნება 24/7-ზე ნებისმიერ დროს და მე ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცით, მათ შორის რომ ტელეფონსაც ვპასუხობ, მე მგონი თქვენც დამეთანხმებით. ყველაზე არს არაცერთ კომუნიკაცია, არც მანამდე დამიტოვებია უყურადღებოდ და ეს არის ჩვეულებრივი პრინციპი, მით უფრო როდესაც თავმჯდომარე ხარ და ამ პრინციპს მე განუხრელად დავიცავ, მაგრამ რეგიონებთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია რომ იყოს კონტაქტი, ძალზედ უშუალო პირდაპირი და მე აღნიშნე კიდეც და ახლაც აღნიშნავ რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ მინიმუმ მე დავიწყებ უკიდურესი კუთხიდან და თბილისისკენ გზად მოვივლი ყველა ამ რეგიონს, გავჩერდები თითოეულ ქალაქში, მექნება შეხვედრები, ადგილზე მეცოდინება რა გამოწვევები არის, ადგილზე გავარკვევ თითოეულ ამ გამოწვევას, იმედი მაქვს რომ სულ ხიდი იქნება და პოზიტივი, თუმცა სადაც იქნება გამოწვევა და არის საშუალება და საჭიროება რომ იყოს ჩართული პროფესიული გაერთიანება, იქ იქნება თავმჯდომარის ხმა წარმოდგენილი და მაქვს ასევე იდეა ძალიან ხშირად არის აქ საუბრები, ასევე ამ წინასაარჩევნო კუთხით, როგორც ჩანს ეს არჩევნების მახასიათებელი მომენტია, რომ რეგიონისში მოქმედი წევრების ინტეგრირება და ეს არ არის აბსოლუტურად ცუდი იდეა, მშვენიერი იდეა, ინტეგრირება მოხდეს არჩევით რგოლებში, უბრალოდ გარკვეული გამოწვევებია ნამდვილად ამ კუთხით, ეს იქნება მართველი საბჭო თუ იქნება ეთიკის კომისია, სადაც ყოველდღიური თუ არა ორდღეში ერთხელ გარკვეული საჭიროება შეიძლება იყოს რგოლის წევრის ადგილზე წარმოდგენის მონაწილეობის მიღების ამა თუ იმ ქმედებაში და ეს ცოტა რთულია, ამიტომ მე მაქვს ხედვა რომ რეგიონები უნდა იყვნენ ჩართულნი მართვაში, რეგიონები ამ შემთხვევაში უნდა იყოს მათი ხმა მოსმენილი და გარდა ზემოაღნიშნულისა, რაც გავაჟღერე, რასაც ვაპირებ, მნიშვნელოვანი იქნება რომ რეგიონთა შორისი კომიტეტი შეიქმნას, რა თქმა უნდა რეგიონებში არის კომიტეტები, სამართლის სხვადასხვა დარგის ეს თავისთავად გაგრძელდება და კიდევ უფრო ეფექტური უნდა გავხადოთ და ამ მიმართულებით მე ადგილზე თითოეულ რეგიონში მექნება, როდესაც და თუ იქ ვიქნები არჩეული კომუნიკაცია ადგილზე ჩასვლის გავარკვევთ ამ საკითხებს, მაგრამ რეგიონის წარმომადგენელთა ინტეგრირება თავმჯდომარის საკითხებად ასოციაციის მმართველ რგოლთან არსებული ამ შემთხვევაში კომიტეტის სახით, რომ
პირდაპირი ინფორმირება და კომუნიკაცია ყოველდღიური. არა მარტო ჩასვლისას ინფორმაციის მიღება, არამედ ნებისმიერი ამ შემთხვევაში რეგიონის წარმომადგენელს გქონდეს ინფორმირება რა ხდება სხვაგან, სად არის ჩართულობა საჭირო და რა თქმა უნდა ასოციაციის მმართველი რგოლები ვიყოთ პირდაპირ კომუნიკაციაში ყველა რეგიონთან ერთად, აი ამ კუთხით ნაბიჯის გადადგმას ნამდვილად ვაპირებ, ისევე როგორც რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ორგანიზაციას ინფრასტრუქტურა აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში და არის არაერთი გამოწვევა ამ ინფრასტრუქტურის სწორი გამოყენების და მათ შორის გამართვის ამ მიმართულებით რა თქმა უნდა პირველი რაზეც ფიქრი მოგვიწევს და მე ვაპირებ ამ მიმართულებით ვიყო აქტიური, ეფექტური მათ შორის და არც იმას არ გამოურიცხავ რომ სხვა რეგიონებშიც ჩვენ ხარ დავკონკრეტდები, მაგრამ ნამდვილად არის საჭიროება რომ იყოს წარმომადგენლობითი ოფისები და ერთად მივიღებთ ყველანი ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმ ერთიანი პრინციპით, რასაც ქვია ერთი დიდი გუნდი და გუნდის შიგნით თავმჯდომარე თითოეული ამ გუნდის წევრთან და გუნდი თავმჯდომარესთან და მის უკან ერთიანი ხმამაღალი და ძლიერი ხმის გაჟღერება. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო. საქმე ეხება ევროპის საბჭოს ადვოკატის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირებას. რამდენად რეალური მნიშვნელობა ექნება ამას ადვოკატისთვის და რაზე იგრძნობს ადვოკატი ამ მექანიზმის კარგი კითხვა ბიძინა, მე გეტყვით შემდეგს. ადვოკატი უნდა იყოს დაცული კანონით. მოდით თავში ამაზე შევთანხმდეთ და ალბათ აქ კითხვა არ ისმება. თუ კანონით დაცულია, მაგრამ კანონი არ მუშაობს და არ გიცავს ეფექტურად, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი მეორეს გვერდზე ვდგავართ და ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია და მე ამას ნამდვილად ვაპირებ, რომ იყოს ეფექტური და თითოეული ადვოკატის, თითოეული ხასუსამ ადვოკატის უფლების დარღვევაზე იყოს სწრაფი ეფექტური რეაგირების მექანიზმი ასოციაციის შიგნით და რა თქმა უნდა ამას ჩვენ უზრუნველყოფთ, მაგრამ ახლა რაც შეეხება კონვენციას. კონვენცია, რომელიც მიღებული იქნა 2025 წლის მარტის თვეში ევროპის საბჭოს ეგიდით, მე მახსოვს როდესაც 2 ოქტომბერს გავაჟღერეს სურვილი თავმჯდომარეობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა, უახლოეს შემდგომ პერიოდში გავაკეთე ინიციატივა და როდესაც მოვიარე მთელი საქართველო, ყველა შეხვედრაზე მე კოლეგებს ვთავაზობდი, რომ ხელი მოეწერათ მიმართვის ტექსტისადმი, სახელმწიფოსადმი, რათა სახელმწიფო მოახდინოს რატიფიცირება ამ კონვენციის. მე მოვისმინე მერე გარკვეული შეფასებები, კულუარული, საჯაროც მათ შორის, რომ ეს არის პოპულიზმი, ეს არის საარჩევნო ტრიუკი და რომ ეს კონვენცია მიღებულია 1998 წელს. მე კითხვას ვამ, ვის ელაპარაკებით? ადვოკატს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გადავამოწმოთ ელემენტარულად ეს ფაქტები, ხო? მით უმეტეს დღეს 2025 წლის მარტში მიღებული ევროპის საბჭოს ეგიდით კონვენცია, რომელიც ადვოკატის უფლებების დაცვას შეეხება, ის როგორც შეიძლება იყოს პოპულიზმის საგანი, არ გვინდა ამ კონვენციის რატიფიცირება. ახლა რაც შეეხება საკითხს, როგორ წარმომიდგენია და რა წარმომიდგენია. ნახეთ მეგობრებო, მე მგონია, რომ ვაკეთებ ამ ინიციატივის გაჟღერებით და მათ შორის კოლეგების ამ აზრის გარშემო გაერთიანებით ნებისმიერი იმ თავმჯდომარის საქმეს, რომელიც ხვალ იქნება არჩეული თავმჯდომარედ. მე მიცნობთ ძალიან მარტივი საუბარი მიყვარს და პირდაპირ სხვათა შორის. რატო ვაკეთებ ნებისმიერი იმ თავმჯდომარეობის კანდიდატის საქმეს, ვინც აირჩევა ხვალ? კონსოლიდირება ხდება პროფესიის. იმიტომ რომ თავმჯდომარე, რომელიც იქნება არჩეული დეკემბერში, მას ნამდვილად მოუწევს სახელმწიფოსთან კომუნიკაციის დაწყება ამ კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით. ეს არის 2-2-4, როგორც ახლა თქვენ გიყურებთ გივი და ბიძინა, ესე მოხდება. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე როგორც ერთ-ერთ რიგით კანდიდატს მქონდა სურვილი, რომ ამაზე დღეს დამეწყო ფიქრი და თუნდაც ხვისთვის გამეკეთებინა ის, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს უყურებ როგორც ერთიანი ოჯახის ინტერესს და ვიქნები არჩეული მე სიამოვნებით და იმ პრინციპის დაცვით თავმჯდომარე წევრების გვერდით და წევრები თავმჯდომარესთან ერთად აი ამ ერთი პრინციპის დაცვით ხელმოწერილი პოზიცია სახელმწიფო შეგვიძლია წარუდგინოთ, როდესაც შედგება ეს კომუნიკაცია და ვთქვათ, რომ თხოვნა ხმა არის პროფესიის, ყველაზე დიდი პროფესიის საქართველოში, რომ სახელმწიფო შეუერთდეს კონვენციას ადვოკატის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ეს არის არა პოპულიზმი, არამედ ეს არის ქმედება ხვალინდელი, კიდევ უფრო უკეთესი ადვოკატის პროფესიის დღისთვის. აქ კითხვა როგორ შეიძლება დაისვას. და ერთი საკითხი.
რასაც მე ხაზგასმით აღვნიშნავ და გავაჟღერებ. მე ვირჩევ აპოლიტიკურ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. ჩემი თავმჯდომარე დარჩევის შემთხვევაში მე ვიდგები სადარაჯოზე, რომ ეს პროფესია და პროფესიული გაერთიანება იყოს აპოლიტიკური და არა რაღაც კონკრეტული ინტერესთა ჯგუფის, პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფის გამტარებელი ორგანიზაცია. თუმცა, როგორც თავმჯდომარე არჩევის შემთხვევაში ვუზრუნველყოფ ნებისმიერი ჩვენი წევრის პოლიტიკურ შეხედულების ხელშეუხებლობას და არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური მრწამსი იქნება თუ ამა თუ იმ ნიშნით კუთვნილება. Რაღა თქმა უნდა, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებას საჯარო პოლიტიკაში მიმდინარე ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით პოზიცია იქნება, ამ პოზიციას დააფიქსირებს, თუმცა პროფესიული გაერთიანება ნამდვილად ვერ იქნება და არ უნდა იყოს პოლიტიკის ნაწილი, თუმცა ზოგადად ადვოკატი, რა თქმა უნდა, ბუნებით ოპოზიციაა, იმიტომ რომ ის სახელმწიფო ბრალდებას მათ შორის უპირისპირდება, თუმცა ეს არის კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არ არის ამ შემთხვევაში ინსტიტუციონალური, ამ შემთხვევაში მისი ფუნქცია და როლი როგორც ასეთი. შესაბამისად ამასაც ხაზგასმით აღვნიშნავ და დასამალი ამ ნაწილში ნამდვილად არ არის. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისათვის, ბატონო ირაკლი. მე მჯერა, რომ ეს აქცენტები და ეს საუბარი და ის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რაც გაჟღერდა ჩვენს გადაცემაში, აუცილებლად მივა პირველ რიგში ჩვენს კოლეგებამდე და ასევე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გვიყურებს. და მე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ეს თითეული სტრატეგიული გეგმა, რაც თქვენ ჩვენთან ერთად და ასევე რასაც თქვენ სხვა გადაცემა იქნება ეს თუ სოციალური ქსელი იქნება აჟღერებთ, განხორციელდეს და რაც თავარია განვითარდეს. რა შემიძლია ვთქვა, ვისურვებ, რომ როგორც თავში დავიწყე, ჩატარდეს ეს არჩევნები კოლეგიალურად, კეთილსინდისიერად და პირიქით ყველას ვაჩვენოთ, რომ ადვოკატთა კორპუსს შეუძლია ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომელიც იქნება სამაგალითო და მისაბაძი არა მარტო სხვა სტრუქტურებისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა. ჩატარებული არჩევნები გითახმები და დიდი მადლობა ბატონო ირაკლი სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, როგორც ყოველთვის ამ თემატიკასთან მიმართებაშიც და სრულიად მინდა გავიზიარო თქვენი პათოსი ერთიანობასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს აპოლიტიკური, ეს ამდვილად ასეა ჩემი აზრით, იმიტომ რომ პოლიტიკური ასოციაცია ჩემი ღმერთმარით მალე ჩამოინგრევა და ეს არავის არ აწყობს არც ერთ ვარიანტში და მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ საქმიანობაში, ასევე მინდა როგორც ადვოკატმა მადლობა გადაუხადო მოქმედ თავმჯდომარეს დავით ასათიანს იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდის განმავლობაში ის იყო თავმჯდომარე, კი ყველგან არის გამოწვევები, პრობლემები, თუმცა მისი პერიოდის განმავლობაში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა და მე ვისურვებდი, რომ ასოციაცია უფრო და უფრო განვითარდეს, წინ წავიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მეც ვუერთდები თქვენს სურვილს და ვუსურვებ თითოეულ ადვოკატს მშვიდობიან დარჩენილ წინასაარჩევნო პერიოდს, სწორ არჩევანს, რაშიც თავისუფალნი ხართ, რა თქმა უნდა, და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოს ეს მშვიდობიანი წინასაარჩევნო პერიოდი უკვე პოსტსაარჩევნო მშვიდობიანმა პერიოდმა და თითოეულ კოლეგას, რომელიც ვართ ამ დიდი ოჯახის წევრები, ერთიანობას და გვერდში დგომას ვუსურვებ და ჩემი მხრიდან თავმჯდომარე დარჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრინციპი თავმჯდომარე თითოეული კოლეგის გვერდით იქნება დაცული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.